ბატონო ვახტანგ გამარჯობა როგორ ხარ? რევას კიკნაძის საქმე გახსოვთ? ანუ რასთან დაკავშირებით აღნიშნე რეჟიმის პატიმარ რეზო კიკნაძის საქმეზე დასმული კითხვა პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილისთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ცალუღელაშვილია ერთ-ერთი პერსონა, რომელსაც ადვოკატები და თავად სინდისის პატიმარი საქმის გაყალბებაში ამხელენ. რეზო კიკნაძის ისტორია რეჟიმის სისასტიკის პირდაპირი მაგალითი და მტკიცებულებაა, როგორ იკერება საქმეები თეთრი ძაფით იმ აქტივისტების წინააღმდეგ, ვინც აქციაზე დგას. 26 წლის ახალგაზრდას, რომელიც ყველა დემონსტრაციაზე იდგა, პოლიცია ჯერ ლისზე გაუპატიურებით და ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა. შემდეგ კი საქმეში სრული აბსურდით ჩაუწერეს, დაკავების და ჩხრეკის ოქმები გაუყალბეს და ციხეში გაუშვეს. სად დააკავეს კიკნაძე? იცით შეიძლება რომ გავჩერდით ესე დეტალურად ყველაზე მოგახსენებთ ვიტოზე პირად ამახსოვს ვისაც დააკავეს და შესაბამისად ადვოკატებს აქვთ მასალები გადაცემული. ალბათ უფრო დეტალური ადვოკატებს აქვთ, მაგრამ გაყალბებული ოქმების საფუძველზე რომ მოხდა ამ კაცის დაკავების მერე გაფორმება, პასუხისმგებლობას გრძნობთ ბატონო ვახტანგ? ნახეთ, არავის დაკავება გაყალბებული ოქმები. იცით სად დააკავეს ეს კაცი? ამ სასამართლოს ხომ მიმართეთ თქვენ ბატონო ვახტანგ? იცით სად დააკავეს? აი კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ნახეთ, მასალები ყველაფერი. მასალები არა, თქვენი ხელმოწერა აქვს ბატონო ვახტანგ ამ მიმართვას ანუ განჩინების აღება მოითხოვეთ თქვენ. რევას კიკნაძის დაკავების სადავო და გაყალბებული განჩინება, რომელსაც პროკურორი ვერ ან არ იხსენებს, შაბათის ეთერის ხელშია. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა მინიმუმ სამსახურებრივი სიყალბე ჩაიდინა, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს კიკნაძის დაპატიმრების მოთხოვნით 6 დეკემბერს 10 საათსა და 13 წუთზე მიმართა. ამ დროს კი სტუდენტი პოლიციას უკვე უკანონოდ ჰყავდა დაკავებული და ლისზე აწამებდა. ანუ პროკურატურამ საქმის გამყალბებელ მოძალადე პოლიციელებს ხელი დააფარა და მტკიცებულებების ფალსიფიცირება სამართალდამცველების შემდეგ გაბიტაშვილის უწყებამ გადაიბარა. პროცედურა როგორია? აი მაყურებელს რომ განვუმარტოთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, თქვენ განჩინებას დაგირეკათ კრიმინალურმა პოლიციამ და დაწერეთ, ასე არაფერი არ გადის. ზედამხედველი ხო? აი ნახეთ, არ გადაგიმოწმებიათ, მოგატყუეს მაშინ ესე გეტყვით. მაგ საქმეზე დაკავება მოხდა განჩინების საფუძველზე, შესაბამისად ეს მასალები დევს საქმეში და საქმის მასალები ყველაფერი გადაცემულია. ბატონო ვახტანგ, ჯერ დაკავება მოხდა და შემდეგ განჩინების აღება. და თქვენი ხელმოწერა აქვს ამ განჩინებას ბატონო ვახტანგ? აი არასწორ ინფორმაციას აწვდის. როგორ ვაწვდე არასწორ ინფორმაციას? აი რაში? აი მაშინ მითხარით, გთხოვთ, რაში ვაწვდე არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას? აი დაკავება მოხდა განჩინების საფუძველზე. სად მოხდა დაკავება? მითხარით. აი ესე დეტალურად არ მახსოვს, როგორ გითხრათ? ანუ სად მოხდა? ეს იყო ლისზე დაკავება? ვერ გეტყვით. სად დააკავეს მომიტინგე კიკნაძე? ვინ არიან პოლიციელები, ვინც მას ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა და რა ადასტურებს, რომ ეს საქმე სინდისის პატიმრის წინააღმდეგ სადამშრალო ოპერაციაა. შაბათის ეთერმა გახმაურებული საქმის მასალები მოიპოვა. ფაილების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ 26 წლის სტუდენტის გასანეიტრალებლად საქმის შეკერვაში მთელი სისტემა მონაწილეობდა. ყველაფერი კი 2024 წლის 5 დეკემბერს ამ ერთი პატაკით დაიწყო, როდესაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ეგრეთ წოდებულმა ოპერმა გიორგი ჩხეიძემ მის უფროს პატაკით მიმართა. ოპერატიულ ცნობაში ჩხეიძე წერდა, რომ 29 ნოემბერს, მაშინ როდესაც გომელაურის პოლიცია ხალხს უმოწყალოდ ცემდა და აწამებდა, რევას კიკნაძემ სხვა პირებთან ერთად მძიმე დანაშაული ჩაიდინა, თუმცა კონკრეტულად რა ცნობაში არაფერი წერია. ჩემს მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ რევას კიკნაძის დანაშაულებრივი ქმედება განხორციელებულია სხვა პირებთან ერთად 2024 წლის 29 ნოემბერს. ეს ოპერატიული პატაკი ადვოკატების ვერსიით გამოგონილია. მაღალი ალბათობით პოლიციელი ჩხეიძე აქციაზე არც თავად ყოფილა და კიკნაძის ქმედებაზე არც ოპერატიული ინფორმაცია მიუღია. დააწერინეს თუ არა ფორმალურად გამოძიების დასაწყებად ყალბი ოპერატიული ცნობა პოლიციელს, ამის გასარკვევად შაბათის ეთერი მასთან სახლში მივიდა. გამარჯობა, ბატონ გიორგი, როგორ ხართ?
ბატონ გიორგი, თქვენ რევაზ კიკნაძეზე დაწერეთ პატაკი, ხო? ხედავდით იყავით? იყავით აქციაზე. კამერის გამოჩენამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი წყობიდან გამოიყვანა. სირბილით 3 სართული აიარა, მაგრამ იმის გამო რომ ოჯახის წევრებმა კარი არ გაუღეს, კითხვების დასმა მაინც ვცადეთ. აქციაზე არ იყავით და გამოიგონეთ? უკაცრავად ბატონო სახში ნუ მივარ. მარინახეთ თუ პატაკი როგორ დაგაწერინეს ბატონო გიორგი. თქვენი პატაკის და ინფორმაციის საფუძველზე ადამიანი 9 წლის ციხეში გაუშვეს. მოვდით უკვე. რა ქმედებას ახორციელებ და რევაზ კიკნაძე მითხარით ბატონ გიორგი. იმ ღამეს, როდესაც ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში რევაზ კიკნაძის დაკავების ოპერაცია იგეგმებოდა, 26 წლის ახალგაზრდა აქციაზე იდგა. ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენა. დილის 9 საათზე კი მეგობრებთან ერთად საბურთალოს ტერიტორიაზე მივიდა. დედას დაურეკა და უთხრა, რომ მეტროში ჩადიოდა და ექიმთან წასვლას აპირებდა. ღამე იყო აქციებს და დილას უნდა მოსულიყო სახლში და იმ დილასაც 9 საათზე რომ მივწერე დედა მოდიხარ კი დედა მოვდივარ და მალე მოვალ სახლში მეტროში ხო მოვდივარ გზაში ვარო დილის 9 საათის შემდეგ მაია ლეკიშვილს შვილთან კონტაქტი აღარ ჰქონია. რეზოს უწყვეტად ურეკავდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. ზუსტად 1 საათში კი კიკნაძის ტელეფონს უცხო პირმა უპასუხა და დედას უთხრა, რომ აღარ დაერეკა. არ მიპასუხა ტელეფონი გამიციშა და მომწერა SMS-ი რომ აქ აღარ დარეკო. ეს ცოტა ეჭვი შემეპარა, მაგრამ მაინც კიდევ ვერ ვიფიქრე რომ შეიძლება და რომ ჩემი შვილი აეყვანა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ არაფერი ქონდა დანაშაული. ამ სატელეფონო საუბრიდან მალევე მაია ლეკიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი ლისის ტბის ტერიტორიაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ დედა მიხვდა, რომ ეს ტყუილი იყო, რადგან რეზო ლისზე არ უნდა ყოფილიყო. ჯგუფური ძალადობა საერთოდ წარმოქმნა არ ქონდა, ჩემშიც რა იყო ჯგუფური ძალადობა და რას ნიშნავს, იმიტომ რომ იმ აქციაზე მაგ ბიჭებს ვინც ციხეში ზიან, არავის არ იცნობდა საერთოდ. ეს მარტო მიდიოდა ხოლმე და მარტო მოდიოდა ლისზე რა უნდა აქ ცხოვრობს რუსთავში და რაზე წავიდოდა. დაკავების ადგილი და დრო რომ გაყალბებულია და ლისზე. რევაზ კიკნაძე პოლიციამ ზეწოლის გამო გაიტაცა. ეს ფაქტი მოგვიანებით ადვოკატებს თბილისის მეტროს თანამშრომლებმაც დაუდასტურეს. მათ შორის ოქროს მოწმე კონტროლიორმა, რომელიც დაკავების ფაქტის თვითმხილველი პირდაპირ გახდა. ესე მოგიდეს ხელი ამ ბიჭს და შეიყვანეს პატრონი თქვენ ოთახში. კიკნაძის დაკავების ადგილი რომ ნამდვილად მეტროსადგური უნივერსიტეტი იყო. ამ გარემოებას შაბათის ეთერთან საქმის კიდევ ერთი მოწმე იოსებ ბაბაევი ადასტურებს, პროევროპული აქციების მონაწილე, რომელიც იმ დილით რეზო კიკნაძესთან ერთად იმყოფებოდა. რეზი რო ჩავიდა დავინახე რომ ორი ან 3 შავფორმიანი, შავებში ჩაცმული ადამიანი, ისე რაღაცა პოლიცია არ ეწერათ, უბრალოდ შავებში იყვნენ ჩაცმული და ეტყობოდათ რომ პოლიციელები იყვნენ მოძრაობით, ჩავიდნენ მეტროში. რამოდენიმე წამში ალბათ ჩოჩკოლი ატყდა რაღაცა, ჩემი მეგობრებიც მირეკავდნენ, რაღაც რეზი დააკავესო. ხო, ანუ ეს გარემოებაც ადასტურებს, რომ რეზი დააკავეს მეტროში. კი, მეტროში დააკავეს, ნამდვილად მეტროში დააკავეს. ამას დააფიქსირებს სათვალთვალო. რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი იღებს, რა თქმა უნდა, აქ დაფიქსირებულია ყველა ნაბიჯი, რომელიც გადავდგით აქ, მეც და რეზიმაც. პირდაპირი მოწმეების და ჩვენებების მიუხედავად გომელაურის უწყება ოქმში მაინც წერს, რომ რეზო კიკნაძე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ლისის ტერიტორიაზე დააკავეს. ამ ფაქტს კი ადვოკატი კონკრეტული გარემოებით ხსნის. პირველი კითხვა მე რომ მოქალაქე ვიყო გამიჩნდებოდა ის რომ თუ ეს ბიჭი დააკავეს მეტროსთან, ხო? პოლიციელები არიან და ამხელა ძალა. რა დაეწერათ მეტროსთან და რა პრობლემა იქნებოდა? ეს კითხვა გაუჩნდება მოქალაქეს აუცილებლად და ეს უნდა განმარტო. იმისთვის რომ პირი განჩინებით დააკავო, აუცილებლად უნდა ქონდეს განჩინება აღებული. განჩინება რო აიღე, ჩვენ და საბედნიეროდ მასში ეწერა ესეთი რაღაცა, რომ 10 საათსა და 17 წუთზე არის აღებული. და ფაქტობრივი დაკავება მოხდა 09 საათსა და 30 წუთზე მეტროში. შესაბამისად,
ისინი ობიექტურად ოქს ვერ გააფორმებდნენ, რომ დაკავება მოხდა 09 საათსა და 30 წუთზე, იმიტომ რომ დაკავება იქნებოდა უკანონო, რადგან განჩინების დრო არის სხვა. აქედან გამომდინარე მოიფიქრა ეს გამოსავალი, რადგან დრო გაეწელა, დაკავებული პირი წაეყვანა ისეთ ლოკაციაზე, სადაც კამერები არ იქნებოდა და ლისტზე მიაგნეს ესეთ ლოკაციას, დაელოდნენ დროის გასვლას და ამის შემდეგ შეადგინეს ოქმი. აქედან გამომდინარე მოუწიათ ჩხრეკის ოქმის გაყალბებას და დაკავების ოქმის გაყალბებას. ახლა ჩნდება კითხვა, ვინ არიან პოლიციელები, ვინ სამოქალაქო აქტივისტი, ჯერ უკანონოდ დააკავა, შემდეგ ლისის ტბაზე გაიტაცა და ბრალდებულის მტკიცებით ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა. ჩვენს მიერ მოპოვებულ დაკავების ოქმზე 3 პოლიციელის ხელმოწერაა. დოკუმენტით დგინდება, რომ სავარაუდო გამყალბებელი პოლიციელები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გიორგი ქაჩლიშვილი, ნიკა ბუკია და ბაჩუკი უშხარელი არიან. უკაცრავად მე ვეძებ გამყალბებელ პოლიციელებს გიორგი ქაჩლიშვილს, ნიკა ბუკიას და ბაჩუკი ოშხარელს. სად იმყოფებიან? ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობაში ახლა გამყალბებელ პოლიციელებს და მათ შეფებს ვეძებთ, თუმცა კამერების გამოჩენამ აქ განგაში გამოიწვია. ადმინისტრაციული შენობა არის, გიხსნით ნორმალურად და ადმინისტრაციულ შენობაში გადაღებაში, რომ თუ შეიძლება გარეთ გავზარდეთ და გარედან გადაიღოთ. როგორ მოგმართოთ? გრიგოლი. გვარი ბატონო გრიგოლი. ადმინისტრაციულ შენობაში მომუშავე პოლიციელებმა დაარღვიეს ადამიანის უფლებები. ჩაიდინეს დანაშაული, გააყალბეს დაკავების ჩხრეკის ოქმი. შესაბამისად მოვედი და მაქვს კითხვები და რატომ მიზღუდავთ? გარეთ გავზარდეთ და პროფესიული მოვალეობის შიგნით არ შეიძლება. ვიჭუბოთ. ვიჭუბოთ ძველი ბიჭი ხარ, ძველი ბიჭი. გითხარით თუ არ შეიძლება. კრიმინალური სუბკულტურა გაგაჩნია? არ შეიძლება აქ შემოსვლა. მართლა მაინტერესებს ძველი მეუბნება რომ არ შეიძლება. ჯერ დაცვის სამსახური დაგვიპირისპირდა, შემდეგ კი შაბათის ეთერისგან გამყალბებელი პოლიციელების დაცვა საკუთარ თავზე ამ მამაკაცმა თანამზრახველთან ერთად აიღო. ხელი გაწი. აქ შემოსვლა არ შეიძლება. გასაგები არის გამყალბებელ პოლიციელებს. და გარეთ შეგიძლიათ მობზანდეთ და გამიშვი. ერთი წუთი სად წერია რომ არ შეიძლება გამყალბებელ პოლიციელებს. უკაცრავად თქვენ მათი დაცვა ხარ? ბატონო პოლიციელო, თქვენ გამყალბებელი პოლიციელების დეპარტამენტი გაქვთ ჩაბარებული? გაყალბებული საქმეების მონიტორინგს აწარმოებთ, რომ ამ პოლიციელებს არავინ არ შეეხოს? საბოლოოდ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ეზო ჩაკეტეს. თემურ კუპატაძის დეპარტამენტში, რომელიც აქციის მონაწილეებს მტკიცებულებების გარეშე ციხეში უმძიმესი მუხლებით უშვებს, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გამოცხადდა. ჩაკეტეთ. იმიტომ რომ არ შემოხვიდეთ. ჩემს გამოჩაკეტეთ. ჩემს გამოჩაკეტეთ. შენობით რატომ ესაუბრებთ უზრდელობა? მე თქვენობით გესაუბრებით. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში კითხვებს ვერ უპასუხეს, ამიტომ შაბათის ეთერი სავარაუდო გამყალბებელ პოლიციელს ტელეფონით დაუკავშირდა. გამოკითხვაზე ბრძანდებოდით ოქმი რომ გააყალბეთ რევაზ კიკნაძის საქმის, მეტროში რომ დააკავეთ და ლისი რომ მიუთითეთ? ის ელაპარაკები. მე მარიამი ვარ გაფრინდაშვილი და იყავით სავარაუდო გამყალბებელმა პოლიციელმა შაბათის ეთერის კითხვებს ვერ უპასუხა. გიორგი ქაჩლიშვილმა, რომელმაც სავარაუდოდ ჩხრეკის და დაკავების ოქმები გააყალბა, ვერ დაგვისახელა ადგილი, სად ჩატარდა რევაზ კიკნაძის დაკავების სპეცოპერაცია. მას მეუბნები? ჩამობრძანდით, აბა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ეზოში. ჩამოყვავთ? არ ვარ ახლა სამსახურში. ლისზე დააკავეთ რევაზ კიკნაძე, მიპასუხეთ, რატომ ვერ მიპასუხეთ? არ უცალიათ. მტკიცებულებების ფალსიფიცირების გარდა პოლიციელი ქაჩლიშვილი სავარაუდოდ დაკავებულზე განხორციელებული ძალადობის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თვითმხილვალიც გახდა, რადგან ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ რევაზ კიკნაძის წამებას სხვა პოლიციელებთან ერთად ოქმის შემდგენი სამართალდამცველებიც ესწრებოდნენ და არ რეაგირებდნენ. ლისზე მოხდა რეალურად 2 საათი თუ 3 საათი როგორ გაიყვანათ პოლიციელებს ფიქრობდნენ და ამიტომ გადაწყვიტეს რომ რევაზ კიკნაძის არაადამიანური მოპყრობა ლისზე დაიწყოთ. ეს დაიწყო იმით რომ რევაზ კიკნაძეს ეუბნებოდნენ ცოცხლად დაგმარხავო
ტრაქტორით ემუქრებოდნენ, რა ის ტრაქტორი 49-ის ეხლა და თუ არ დაასახელებ კონკრეტულ სამ პოლიტიკურ პირს, რომ ეს პირები გიხდიდნენ 500 ლარს ყოველ დღე და ემუქრებოდნენ შამპანიურის ბოთლზე და ეგრეთ წოდებულ კლიზმაზე დასმით და ამ ყველა პირის ამოცნობა შეუძლია ბატონ რევას. უმძიმესი დანაშაულის ფაქტს ესწრებოდა და დოკუმენტების სავარაუდო ფალსიფიცირების საქმის თანამონაწილეა ბაჩუკი ოშხარელიც, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელიც რევას კიგნაძის დაკავების ერთ-ერთი ფიგურანტია. გამარჯობა, ბატონი ბაჩუკის დედა ხართ თქვენ? ბატონი ბაჩუკი ჩემხელში დაბადებული და გაზრდილი ბავშვია. ჩემი მაზლიშვილია. ბაჩუკი ოშხარელმა სამსახურში ჩვენთან შეხვედრა არ ისურვა. ამიტომ შაბათის ეთერი საქარის ქუჩაზე მის საცხოვრებელ სახლში მივიდა. სავარაუდო გაყალბებაში ბრალდებული პოლიციელი სახლში არ დაგხვდა. მისმა ოჯახმა კი ოშხარელის პოლიციასთან კავშირი საერთოდ გამორიცხა. მაგრამ ეს ტყუილია. წლებია ოშხარელი გომელაურის უწყების თანამშრომელია. ოშხარელი. ხო არის თქვენი შვილი ბაჩუკი? ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ბაჩუკი ოშხარელი. თქვენმა შვილმა გააყალბა სავარაუდოდ დაკავების ოქრო. რა იცით რომ გაყალბებულია ხალხო? სხვაგან დააკავეს ეს ადამიანი და მიუთითა სხვა ტერიტორია ქალბატონი. არ არსებობს ეგეთი რაღაცა ხალხო. ეს ჩალით არის ქვეყანა დახურული ეს რაღაც აბსურდს ლაპარაკობს. ხო და ჩვენც ეს კითხვა გვაქვს ქალბატონი. აი ძალიან აბსურდული რაღაცა ლაპარაკობს. ყარაულად მოსაუბრე ის ისა რა. პოლიციელი არ არის. მოიცათ რა გაჩენით რა. არა, მითხარით ეს ნიშნავს პოლიციაში ყარაულები არ არიან? რას ნიშნავს ბატონს? დაცვაშია. დაცვის პოლიციაში მუშაობს? პოლიციაში მუშაობს, თუმცა დაცვა არის. ის ამბობს, რომ კრიმინალურ პოლიციაში მუშაობს და ანუ იტყუება თქვენი შვილი. არ ვიცი მე. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმის სავარაუდო გამყალბებელი პოლიციელების ვინაობა რევას კიგნაძემ ჯერ კიდევ 3 კვირის წინ დაუსახელა, თუმცა არც ერთი სამართალდამცველი გამოძიებას არც კი გამოუკითხავს. წამების ფაქტი მიჩქმალეს. თაროზე შემოდეს მტკიცებულებების ფალსიფიცირების საქმეც. არ ამოუღიათ არც კამერების ჩანაწერები მეტროსადგურ უნივერსიტეტიდან, რომელიც დაადასტურებდა, რომ რევას კიგნაძე რეალურად გომელაურის უწყება მეტროში დააკავა და ლისი გამოგონილი ვერსია. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება კიდე რევას კიგნაძე მიუთითა რომ მას შეუძლია საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში დაასახელოს ის მარშრუტი რომლითაც მეტროდან ლისამდე მიიყვანეს და ამ ფარგლებში შესაძლებელია ამოღებული იქნეს ის კამერები 112-ის კამერები მანქანა რომ გადაადგილდება მეტროს კამერების ვადა გაუშვეს 112-ის კამერების ვადა გაუშვეს ფრესკოს კამერების ვადა გაუშვეს გამოძიება არ დაინტერესებულა არც ჰიპერმარკეტ ფრესკოს ჩანაწერებით. არადა ამ სათვალთვალო კამერებმა უკვე დაკავებული კიგნაძის კადრები გადაიღო. გამოძიებამ რომ არაფერი გააკეთა, ადვოკატმა სუპერმარკეტების ქსელს კადრების ამოღების მოთხოვნით თავად მიმართა. ეს ფაქტი 112-შიც დააფიქსირა და ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახა. თუმცა კამერები ამ დრომდე გამოძიებას არ ამოუღია და დიდი ალბათობით პოლიციელების წინააღმდეგ მთავარი სამხილი უკვე განადგურებულია. კამერების ჩანაწერები ამოიღო პოლიციამ თქვენგან? აი ბოლო 3 კვირის განმავლობაში. ერთი თვის მარკეტინგის სამსახურს. რატომ? თქვენ გენერალური მენეჯერი ბრძანდებით. თქვენს გარეშე წესით ამ შენობაში ვერ შემოვიდოდა პოლიცია. ხო, როგორ მარკეტინგის სამსახურს. არ გამოუკითხავთ არც საქმის პროკურორი, რომელმაც პოლიციელების გაყალბებული დაკავების ოქმები შემდეგ სასამართლოში სამართლებრივად გააფორმა. არ ელოდებით რომ გამოგკითხავენ ამ თემაზე? არ ველოდები, მაგრამ თუ ვინმე შესაბამისი უწყება დაიბარს, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხებს გავცემთ ყოველ შემთხვევაში. ესე მოლოდი ნამდვილად არ არის. საქმეს პოლიციელების წინააღმდეგ კარლო კაციტაძის უწყება ახლა ფორმალურად იძიებს. რატომ გააქრეს სამართალდამცველების წინააღმდეგ მთავარი სამხილები და კამერების ჩანაწერები? შაბათის ეთერმა კითხვა საქმის გამომძიებელს დაუსვა, თუმცა ერეკლე ბენაშვილმა არ გვიპასუხა. დრეზო კიგნაძის საქმეზე კამერების ჩანაწერები მეტროდან რატომ არ ამოიღეთ და ვადები რატომ გაუშვით? მარიამ დიდი გოდიშის მოხდით ტელეფონზე ვერ გაგესაუბრებით მე ინფორმაციას თქვენ და სამსახურში რომ მოვიდეთ თქვენთან გამესაუბრებით? მხარე არ ვზანდებით საქმეს. ვადები რატომ გაუშვით და რატომ არ დევს მეტრო? ვადები რატომ გაუშვით ბატონო?
რეზო კიკნაძე ახლა საპატიმროშია. მოძალადე და საქმის გამყალბებელი პოლიციელები კი ვინც სამოქალაქო აქტივისტი აწამა და საქმე შეუკერა მის წინააღმდეგ სანქცირებულ სასამართლოში ჩვენების მისაცემად ემზადებიან.